ანგარიშ ვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. დღეს საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. თუმცა ცვლილებების საპარლამენტო განხილვა 18 სექტემბრიდან ვენეციის კომისიის თბილისში ვიზიტის შემდეგ დაიწყება. შეძლებს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია ახალ პროექტში მიაღწიოს პარლამენტის როლის გაზრდას? რატომ ხვდებიან ამერიკელი მაღალჩინოსნები ქართული ოპოზიციის ლიდერებს შერჩევით და რაში დაიხარჯება ამერიკის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 30 მილიონი? ამ თემებზე პირდაპირ საუბარი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერთან გიორგი თარგამაძესთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ღირს საქართველოს თანხმობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და შეძლებს თუ არა რუსეთი ამერიკელებთან შეთანხმები და საქართველოს გვერდის ავლით შევიდეს ამ ორგანიზაციაში. ამ თემაზე ჩვენი სტუმარი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა იქნება. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გიორგი თარგამაძე. ბატონო გიორგი, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. სამშვიდობის მოგესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. მადლობა. საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა პრაქტიკულად უკვე გავიდა ბოლოში და დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გაისმის გარკვეული საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ოპოზიციური მხრიდან. მაგალითად, თქვენ აცხადებთ, რომ ამ პროექტის მიხედვით დაკნინებულია პარლამენტის როლი და ის არის ჩოქმჯენის პოზიციაში. ბატონო გიორგი, ხომ არ არის დაგვიანებული დღეს ამაზე საუბარი? არა, დაგვიანებული არ იქნება მანამ სანამ ტაბლოზე არ გამოისახება ის საბოლოო შედეგი, რომელიც კენჭისყრის შედეგად დააფიქსირებს საბოლოო შედეგს განხილვებისას, ხო, კენჭისყრისას. ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით 1 წლის განმავლობაში, კარგია რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ზოგადად საზოგადოების პოლიტიკური სპექტრის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღება მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული საკონსტიტუციო რეფორმის განხილვაზე. იმასაც მივესალმები, რომ მართალია შესაძლო ვინმესთვის ძალიან დაგვიანებით, მაგრამ ჩვენი კოლეგა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა განხილვაში. მე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დრო აგვისტოში საჯარო განხილვის არც თუ ისე შესაბამისი იყო შერჩეული, ყველა დაინტერესებული ადამიანი, ვინც მართლაც აფასებს და ხვდება მნიშვნელობას ქვეყანაში კონსტიტუციური ჩარჩოს გამოკვეთის და მისი შეცვლის, მიიღებდა შესაბამის ინფორმაციასაც და მოახერხებდა რამენაირად თავის პოზიციის გამოხატვას. თუმცა და ამ თემას ალბათ აღარ დავუბრუნდები, მე მაინც მგონია, რომ ამ კუთხით გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე ჩვენ შეგვიძლია დღეს ყველაფარაკი. ჩვენ ალბათ ხვალ უკვე საქართველოს პარლამენტში დავაყენებთ პასუხისმგებლობის საკითხს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის. რამდენადაც თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელთაც ეს მაუწყებელი დავალდებულებული არის კანონმდებლის მიერ, რომ ყოველკვირეულად მოაწყოს ჩაატაროს პოლიტიკური დებატები საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე. აქედან გამომდინარე ის, რომ თქვენ ნახევარი აგერ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი პოლიტიკური დებატიც კი არ გამართულა, რომელიც მიეძღვნებოდა თუნდაც ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო რეფორმას, მე მიმაჩნია, რომ არის კანონის პირდაპირი სრულიად ნათელი და უხეში დარღვევა და ამის გამო ამ მაუწყებლის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა ააგოს. გასაგებია, ბატონო გიორგი, მთელი ამ პერიოდის მანძილზე თუ გამოგითქვამთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პრეტენზია? რა თქმა უნდა, ეს პრეტენზიები არა მარტო მე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა. ახლა ამას არ ჭირდება ძალიან დიდი ცოდნა და ანალიზი, რომ საჯარო განხილვა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცეში, ანუ ტელევიზიებით შესაძლებლობა გეძლევა შენ, რომ საზოგადოებას აუხსნა რა არ მოგწონს და იმან კიდევ ვისაც შენ უპირისპირდები პოლიტიკურად ამ შემთხვევაში საკუთარი არგუმენტები მოიყვანოს. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საინფორმაციო
საინფორმაციო ცენტრალური არხების მეშვეობით საკონსტიტუციო რეფორმაზე საგნობრივი რაიმე მსჯელობა გამართული იყოს დისკუსიის პარალელში. მსგავსი რამ არ მომხდარა, ამიტომ რა თქმა უნდა, უნაკლოს ნამდვილად ვერ უწოდებთ იმ პროცესს, რომელიც საჯარო განხილვის სახით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი მატარებელია და რა თქმა უნდა, თქვენს და საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს რა შეთანხმებების მიღწევა მოხერხდა ამ ეტაპზე. სანამ პარლამენტში დაიწყო შეთანხმებებს, დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, დაპირდა ახლებს და მრეწველებს, რომ გაითვალისწინებდა მათ შენიშვნებს. ვერ მოხდა ირაკლი ალასანიასთან შეთანხმება. თქვენ შემთხვევაში როგორ არის საქმე თქვენ შენიშვნებთან მიმართებაში? იცით რა, მოდი ვთქვათ ასე, ამ საკონსტიტუციო რეფორმის თავისთავად იდეა და აუცილებლობა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში ხელისუფლება კონსტიტუციურადაც უკვე 2004 წლის შემდეგ განსაკუთრებით თავმოყრილი იყო ერთი ადამიანის ხელში. ანუ ყველა მივხვდით იმას, რომ ეს მანქანა არ მუშაობს, რომ ეს მანქანა არის გატეხილი და მას ჭირდება გაკეთება, შეცვლა, მოწესრიგება. მოწესრიგების გზა დავირჩიეთ ის, რომ ჩვენ სუპერ საპრეზიდენტო სახელმწიფოს მოდელიდან გადავსულიყავით და დაგვიწყო მოძრაობა საპარლამენტო მოდელისკენ. თქვენ იცით, რომ ქრისტიან-დემოკრატები ჩვენი დაარსების დღიდანვე ვემხრობით ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელს. თუმცა ის ვარიანტი, ის საბაზისო ვარიანტი, რომელიც ჩამოყალიბდა, მას ვერ უწოდებ ჩვენ საპარლამენტო მოდელს, კლასიკურ საპარლამენტო მოდელს. ეს არის ეგრეთ წოდებული შერეული მოდელი. ისე ბატონო, ერთი წუთი საპარლამენტო მოდელზე მინდა ჩაგეკითხოთ. ასე ვთქვათ, სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატები ოპოზიციიდან, როგორც არიან მაგალითად ნინო ბურჯანძე და ირაკლი ალასანია, მიუხედავად ხელისუფლებასთან წინააღმდეგობისა, ემხრობიან საპრეზიდენტო მოდელს. თქვენ მე მახსოვს თვითონ მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი თავის საპარლამენტო გამოსვლის დროს დაგასახელათ, როგორც ასე ვთქვათ, პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი. თქვენ არ ხართ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე? ამ შემთხვევაში ხრიკი მე მგონი მიხეილ სააკაშვილისა ყველაზე პატარა ბავშვისთვისაც კი გასაგები აღმოჩნდა. ხო, ეს არის ყველაზე კარგი საშუალება შენი ოპონენტი, ოპოზიციონერი ლიდერის დისკრედიტაციის, რომ შენ ახსენო ის ამ კონტექსტში და ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდებოდა ეს, რასაც ნიშნავდა. მე მგონი თქვენც მიხვდით და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც, ვისაც არაფერი ნებისმიერი თუნდაც ირიბი კეთილგანწყობის გამოხატვა შენი ოპონენტის მიმართ ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, იწევს იმ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის მიმართ საკმაოდ ნეგატიურ ტალღას, უკმაყოფილებას და თავად მის მიმართ გარკვეული ეჭვების გაჩენას. ხო, ეს არის მშვენიერი მეთოდი. ამას ხშირად მიმართავდა თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე და ამ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და შეგირდი მიხეილ სააკაშვილი, ხო? ისე რომ თავისთავად ეს მოულოდნელი მაშინ არ ჩემთვის ყოფილა და მე მგონი რაღაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციების საფუძველი დიდი ხნის განმავლობაში აღარ იყო და აღარ არის. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი ჩვენ არა ვართ. არ ვართ არა იმიტომ, რომ მე არ მომწონს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, იმიტომ არ მომწონს, რომ დამოუკიდებლობის მთელმა პერიოდმა საქართველოში აჩვენა, რომ ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის შემთხვევაში საქართველოში ყოველთვის ჩვენ მივექანებით მონარქიზაციისაკენ. ამიტომ ეს საკონსტიტუციო რეფორმა პირველი რის წინამდეგაც უნდა იყოს მიმართული განხორციელების შემთხვევაში, ეს არის მონარქიზაციის შეჩერება და ხელისუფლების გადაწყობა. არა, აბსოლუტურ მონარქიას არ გულისხმობ, იმიტომ რომ ხა მირონცხებული მეფე ვერსის შემთხვევაში ვეღარ გვეყოლებოდა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო მონარქიები არის იგივე საპარლამენტო რესპუბლიკები და იქ დემოკრატიის საკმაოდ მაღალი ხარისხი თელსევა. რა თქმა უნდა. მე ვსაუბრობ თვითონ სისტემის მონარქიზაციას და იმაზე, რასთანაც ქონდა ჩვენ წლების განმავლობაში და გვაქვს საქმე დღემდე, ხო? ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ეს არის ნახევრად ავტორიტარული სახელმწიფო, თავისი თითქმის ყველა გამოვლენებით დაწყებული პრეზიდენტის მმართველობის სტილით, მედიაში არსებული ვითარებით, სასამართლოების მიმართ დამოკიდებულებით, საკუთრების უფლების შებღალვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან ნათელი არჩევანი. ამ საკონსტიტუციო ცვლილებით მოვახერხებთ, რომ ჩვენი სვლა იყოს ბეჭედ დასმული და დაღდასმული დემოკრატიის მიმართულებით, თუ მოვახდენთ უფრო მეტ დისტანცირებას დემოკრატიისაგან, ევროპისაგან. ამის გამსაზღვრელი რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი იქნება, ხო? ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ჩივის, ასე ვთქვათ, ოპოზიცია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს მოირგოს ეს მოდელი და მოვიდეს პრემიერ-მინისტრად. თქვენც იზიარებთ ამ პოზიციას? თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ჩვენთვის იყო და დღემდე რჩება, რადგან დღეს განხილვის დროს ამაზე ვერ შევთანხმდით და ვთქვით, რომ ეს ღია დარჩება ეს თემა და გავაგრძელებთ უკვე საპარლამენტო დებატების ფარგლებში ამაზე საუბარს, როდის შედის ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში.
წარმოქმნილი საბავშვო ვარიანტით თქვენ მოგეხსენებათ, რომ ცვლილებები შედის არა ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ კალენდარულად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არამედ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მაგრამ ძალიან იჩქარა, რომ მიიღო, დაიჩქარებინა პროცესი და დროზე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ხო, რაც მიუხედავად იმისა, რომ 2013-დან უნდა შევიდეს გარკვეულ ეჭვებს აღმიძრავს და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თუნდაც ამ თარიღების გადახედვა მოხდეს და რა არის მთავარი ეჭვი თქვენი? რადგანაც მაინც ასეთი დაჩქარებული წესით ხორციელდება ეს ცვლილებები, ბუნებრივია ჩდება ეჭვი, რომ შეიძლება მიღებული იქნას ოდნავ განსხვავებული გადაწყვეტილება. მე დღეს არ მინდა მაინც ამაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს ჩემი ეჭვი ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებებით არ არის გამაგრებული, მაგრამ ერთი რამე ცხადია, რომ ის მოლოდინი, რომელიც კონკრეტებით, მაგრამ თქვენი მთავარი ეჭვი ის არის, რომ სააკაშვილი აპირებს არა მარტო 2012 წლამდე. ხო, თუ კი ესე დარჩა, მით უმეტეს ეს ამყარებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მთელი თავის უფლებამოსილების